ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები ასაქვია კონცერტების სერიას, რომელიც თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. პირველი კონცერტი გუშინ კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ თამარ ლიჩელი, ლიზი რამიშვილი და სხვა შემსრულებლები. საღამოზე ქართული ნაწარმოებები შესრულდა. მუსიკალური საღამოები დეკემბრამდე გაგრძელდება და მას თელავის, სენაკი, ბათუმი, ბორჯომი და ქუთაისი უმასპინძლებს. ისეთი ავტორები, რომლებიც საქართველოში ძალიან ცნობილები არიან, რასაკვირველია ამ ფესტივალის კიდე დადებითი მხარე ის არის, რომ ახალი კომპოზიტორებიც, რომელიც ისე არ არის ცნობილი, არ არიან ცნობილები, აი ამ ფესტივალის საშუალებით მსმენელი გაიცნობს მათ არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში და ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებში, როგორც ქუთაისი, ბათუმი, თელავი და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში ჩავატარებთ კონცერტებს, დაემატა ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო მიმართულება ამ პროექტს, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩატარდება არაერთი მასტერკლასი, შეხვედრა და ძალიან საინტერესო თემები, ის რაც შეიძლება ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსისთვის ბევრის მომცემი აღმოჩნდეს. უკვე მეორე წელია, რაც ეს ფესტივალი ტარდება და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქართველი მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას და ამას დამატებული ქართულ კლასიკურ მუსიკას ვასრულებთ და ეს სხვადასხვა არის პირველი პრეცედენტი, რომ ამ მასშტაბით ჩატარდება და სხვადასხვა ქალაქებში გადავა ეს ფესტივალი.